დღეს მე შეგვენი ახალი hardcore სამყარო Minecraft-ში. დავაწერე სახელი და მოდით ერთად დავიწყოთ თამაში და ვნახოთ რამდენი ეპიზოდი გადავრჩებით. გავსწი თუ არა სტანდარტულად ეგრევე დავიწყე ხის მოჭრა, მალევე დავკრავდა crafting table და შემდეგ ხის წერა ვქერა და მალევე გადავსულიყავი ქვის ნივთებზე. სანამ რამე მაღაროსავით მოძებნი და ქვაზე გადავიდოდი, მანამდე 1-2 ცხვარით წავიყოლე. ქვებისგან პირველ რიგში გავაკეთე ქვის წერა, ქვირა და უფრო მალე მომიჭრა ქვები, ასევე ქვებს დავუმატე ქოალი, შემდეგ კოფერი, სანამ რკინას ავიღებდი, მანამდე კოფერის არმორი ყველაზე ნორმალურია. შემდეგ კი სანამ მე სხვა მატერიალს ავიღებდი, დავდგი ფურნისი და გამოვწვი საჭმელით და კოფერიც. და ჯერჯერობით გზას ასეთი არმორით გავაგრძელებთ. საბოლოოდ ის ადგილი დავტოვე და მალევე შევამჩნიე village-ი. მისვლა არ დავაყოვნე და ჩვენი Minecraft-ის მეორე დღეს უკვე village-ში ვართ. საწოლი მოვპარე, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ village-ში გასალუთი ერთადერთი სასარგებლო მე მგონი მართლა საწოლი იყო, ამიტომ დიდი ვერაფერი რო ვერ ვნახე, ამ village-დან წამოვედი. აკი კინაღამ სკელეტონმა შემიწირა. და საბოლოოდ ამ სოფლიდან წამოვედი, დიდი არაფერი არ იყო ისაც ამ სოფელში, ერთი რკინა წამოვიღე, საჭმელები, კარტოფილი და ვითი, მეტი დიდად ვერაფერი რა. ამიტომ რა თქმა უნდა აქ არ გავჩერდებოდი და წავედი ცოტა უფრო შორს. საბოლოოდ ბევრი ვეძებე და ცოტა ვეძებე, უცებ შევამჩნიე ჩერი ბიომი და ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი ბიომია და ჩერის ხეებისგან საკმაოდ ლამაზი რაღაცების აშენება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სფრუსი ჯობია, მაგრამ ოუქს ჯობია ჩერი ყოველ შემთხვევაში. სანამ ვარდისფერ ხეებთან მივდიოდი, სტანდარტულად წავიყოლე საჭმელი, ამ შემთხვევაში ღორები შეეწირა და გამოვწვი იქვე. სანამ ჩემი საჭმელი იწვებოდა, მანამდე ცოტა მივუახლოვდი ჩერი ბიომს, იქვე ცოტა ცხოველით წავიყოლე, სხვები რაც იყვნენ და ტერიტორიაც ვნახე ცოტა როგორი იყო და საკმაოდ მომეწონა. საბოლოოდ ინვენტორიც გავასუფთავე, ჩემი ერთადერთი რკინისგან დავიკრავთე შილდი და გავეშურე ახალი ბიომისკენ. მგონი ყველათ ხდება, რომ ყველაზე კარგი ბიომი არის ჩერის ბიომი, მაგრამ ხარ მგონი სახლი ავიშენო, იმიტომ რომ ყველა ჩერი ბიომი არის სადღაც მთაში გადაკარგულში და ალბათ უბრალოდ ვარდისფერ ხეებს წავიღებ, რომ მომავალში სახლი გავალამაზო რამენაირად, თორე აქ არ მგონია დავრჩე. სანამ ტერიტორიას უკლევდი, ბლომად მატერიალები ვიპოვე და წამოვიღე და ბოლოს ვიპოვე ძალიან დიდი ქეივი. ოპა, კარგი ქეივის პირი უჩანს და არაფერი არ არის. მეთქი რამე კარგი ქეივი იქნება თქო და რკინა არის. არა, ეს ქევი ნამდვილად არ მეგულისხმია, დიდი ქევი ვიპოვე მეთქი რო გითხარით, მაგრამ აქაც ბლომად მატერიალები იყო და მატერიალები რა რკინა იყო ცოტა და ქოალით წამოვიღე რა. ხოლო აი ეს ის ქევია, რაზეც გიყვებოდით. ოპა, აი კაი ქევის პირი რას უჩანს. აი აქ ნამდვილად ბლომად რაღაცეები იქნება. აუ, ჩერის წამოღება დამოვიწყდა ხე. აჰა, 4 სიდი მაქვს. ეხა ამ ქეივში ამ არმორით ჩამშლილი არ ვარ. მაგრამ ეს ზედაპირულად რასაც ხედავ, რკინებს, ქოალებს, თუნდაც რა ვიცი, სპილენძი, რაც არის კოფერი თუ დამჭირდება, წამოვიღე. თაიმლაფები მგონი უკვე საკმარისად გაჩვენეთ, ამიტომ აღარ ვაპირებ უბრალოდ რკინის ჭრა განახოთ, ამიტომ უბრალოდ გეტყვით, რომ საჭირო მატერიალები ავიღე, კოორდინატები ჩავიწერე და უბრალოდ ამ ადგილიდან წამოვედი. ჯერ საით წავიდი არ ვიცი, მაგრამ ზემოდან გადმოვხედავ და ვნახავ საერთოდ უკეთესი ადგილი იქნება village-იც დავინახო, სადმე კარგი.
რამდენიმესია. საბოლოოდ ავედი ბოლომდე მწვერვალზე, ჩანკებს აუწევი ბოლომდე რომ ყველაფერი კარგად დამენახა. მოვიხედე, საკმაოდ კარგი ადგილი იყო და ნახეთ რეები შევამჩნიე. ნამდვილად არ მეგონა ამ ერთი მთის გარშემო ამდენი კარგი ადგილი თუ იქნებოდა. რასაც ვხედავ, ყველაზე კარგი ვარიანტი არის იქით, იმიტომ რომ დავინახე ერთი სავანა ბიომი, ჩემი საყვარელი ბიომია, მაგრამ დავინახე ვილიჯი, იქაც არაიქიდან მოვდივარ. მოკლედ აქეთ ვილიჯია, აქეთ ფილჯერების სახლია. აი, დაკაც მოვალ, რა დიდი არაფერი არ იქნება, აქ დარწმუნებული ვარ. და ნუ აქედან მოვდივარ რა, მოკლედ ამიტომ წავალ იქით. იქით წავალ მეთქი რო ვთქვი, მოდი უფრო მეტად დავაკონკრეტებ და მივდივარ სავანა ბიომსკენ და კიდევ უფრო კონკრეტულად ვილიჯისკენ და გზაში რა ცხოველიც ხვდება ტრადიციულად ყველას ვკლავ. ოპა, უკვე დიდი ვილიჯი ჩანს ნამდვილად, საზამთროებს ვხედავ, შეერი არ წავალთ, კი მაქვს საჭმელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კაი ხანი აღარ დაგვაკლდება. იქით ლავასაც ვხედავ და სადმე ლავაფულიც თუ იქნება ბევრად უკეთესი და ჰეიბეილებიც აქ არის, მოკლედ მეტი რაღა მიდია და ჩერის ბიომი კიდე იქით, მოკლედ ძალიან კარგი ადგილია ჩემი აზრით, სადაც უნდა წახვიდე, ყველაფერი კარგი იქაა. ეხლა ამის გალუთვას არ დავიწყებ, დიდი ვერაფერი ვერ იქნება, უბრალოდ საზამთროებს ავიღებ, ჰეიბეილებს ავიღებ და გოლემსაც ავიღებ დიდი სიამოვნებით. 2, 3. So. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 26 სარტყელში მოვკალით. და 5 რკინა. ძალიან კაი, 5 რკინა უკვე მე მგონი მაქსიმუმია. ხო, მგონი 5 რკინა მაქსიმუმია. მაქსიმუმ დავგვიდოთ, ძალიან კაი. საზამთროებიც წამოვკრიფოთ. სადმე რო გაგვიჭირდეს, საჭმელი გვექნება რა. აქვე ჰეიბეილებიც მოვაყოლოთ. და რა ვიცი, მე მგონი ამ სოფლისგან მეტი აღარაფერი აღარ გვინდა. ამ სავანა სოფლებში გასავლოთი არაფერი არ არის ფაქტიურად. გავჩისტები არის თუ არა, ეგეც არ ვიცი, მგონი არ არის. აქ ერთი ჩისტი დავინახე, შევალნახავ, დარწმუნებული ვარ, დიდი არაფერი არ იქნება, მაგრამ იმდენად არაფერი არის, რომ დავტოვებ. მოდი პატივისცემის ნიშნად ესეთ რაღაც გავაკეთოთ. მოვტეხოთ და ჩვენს ფარზე დავაგროთ. და ეს იმის ნიშანი იყოს, რომ ეს სავანა ბიომი გამოვიარეთ. ესეთ ჩვენი ფარი, რა თქმა უნდა, მე ამას შევცვლი, რა ვიცი, რა თქმა ესა. თან დაღამდა და უფრო გამოჩნდა, რავი, ლავა სად არის, ერთი იქ არის, აქაც არის და იქ ნათებს დაბლა რაღაც. დაბლა რო არ ნათებს, მე მგონი ეგ არის რუინ პორტალი. ძალიან კაი, ანუ რუინ პორტალი ვიყო, აი, დაღება რამდენად კარგია. მოკლედ იქ არის რუინ პორტალი, იქით არის ფილჯერების სახლი. ვფიქრობ, რომ დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგი ეპიზოდისთვისაც საკმაოდ ბევრი რაღაცა გვაქვს გამოსაკვლევი. უკვე რომ ესე საინტერესოდ იწყება შემდეგი ეპიზოდი კაია, ლავებით და პორტალებით და ფილჯერების სახლით. შემდეგ ეპიზოდში წავალ ფილჯერების სახლში, ვიღავთ რა არის რუინ პორტალში და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის.